შავი ვარდი. Алло, დედა, ამდენ ხანს სად ხართ? განყოფილებიდან ახლა გამოვედით, მოვდივართ. კენდალ აღა, გარკვეული ხანი აქ დარჩება. როგორ თუ მან დარჩება, რატომ? სახლში მოვალ და ყველაფერს მოგიყვები. დედა, ბარანი სად არის? ჩვენზე ადრე წამოვიდა, სახლში არ მოსულა? არა, სახლში არ დაბრუნებულა. ებრაჰიმთან თქვენი უთანხმოების მიზეზი რა არის, კენდალ ბეი? უთანხმოება მასთან მე მაქვს, კაპიტანო. ჯერ მე შემომხედე, ნახე რა დღეში ვარ და შემდეგ მას. ის სად არის? ჩემს სახლში წევს და ისვენებს. მე სად ვარ? მისი ცილის წამების გამო განყოფილებაში ვარ. ახლა კიდევ ერთხელ მკითხე, კაპიტანო. მიდი მკითხე. ვისთან აქვს უთანხმოება? მალე შენამდეც მოვალ, კაპიტანო. ჯერ დამაცადე. შვილო, ამ დრომდე სად იყავი? შენზე ვღელავდი. ცოტა გავისეირნე. რა დროს სეირნობა იყო, ბარან? სად იყავი? დედა, თავი დამანებე. შვილო, შენ ძალიან გულუბრყვილო, სუფთა გულის ადამიანი ხარ. ხანძრის ამბავმა ყველანი შეგვძრა. წახვედი რუზგარს ხელი მოკიდე, ებრუმ რა ჩაიდინა. ბიძა შენს ცილი დასწამა. შვილო, ეს ქალი აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ჩვენი ოჯახი დაანგრიოს. ქადრიე დედაც რუზგარისად მისი ყვარულის გამო ხმას არ იღებს, მუდამ მათ იცავს. შვილო, ამას იმიტომ გეუბნები, რომ ჯერ ახალგაზრდა ხარ, კეთილი განზრახვა გაქვს. არ დაუშვა, რომ გამოგიყენონ ან რამე დაგიშაონ, ფრთხილად იყავი. შვილო, სახლში წადი და ისვენე, დაღლილი ხარ. ებრუ? ჩემი ტელეფონი იპოვოს, ყველაფერი მასშია ჩაწერილი. დამჯდარა.
რა ადრე ემდგარ ხართ? ოღონდ მათი სახეები არ დავინახო და დილის 5 საათზე ავდგები. არა, ამ დილით ყველა ერთად ვისაუზმებთ. დედა, ასეთ დროს მათთან ერთად ხომ არ ვისაუზმებთ? დიახ, სწორედ. ასეთ დროს ვისაუზმებთ. ვიცი რომ თქვენ რთულ რამეს გთხოვთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვებრძვით, რაც გვეკუთვნის. ზედმეტს არაფერს ვითხოვთ. არც მე არ მიხარია მათთან ერთად მაგიდასთან ჯდომა, მაგრამ სუფრასთან თავაწეულები თუ არ დავჯდებით, გამოვა რომ მათ გავურბივართ. და ესე იგი, დამნაშავენი ვართ. ჩვენ არაფრის უნდა შეგვრცხვეს, სასირცხვილო არაფერი ჩაგვიდენია. ამიტომ ამ დილით ჩვენს ადგილას დავსხდებით და ერთად ვისაუზმებთ. ხომ მითხარით, დედა, შენ გვერდით ვართო, რადგან თქვით, სიტყვას ნუ გატეხთ. რის გაკეთებას აპირებ, დედა? დაპირებთ. სიმართლეს ყველანი დავამტკიცებთ. ახლა კი ჩაიცვით. მე რუსგარს მოვამზადებ. დედა ძალიან შეიცვალა. მომწონს ასეთი რომ არის. სახლში ამარეულობამ შენზე კარგად იმოქმედა. ემინე წავიდა და შენც გათავისუფლდი. რას ამბობ ოზრემ? ემინეს წასვლის გამო გახარებული უნდა ვიყო? ძვირფასო, ემინეს წასვლა არც მე მიხარია. მაგრამ ახლა თავისუფლად შეგიძლია ოთახიდან გამოხვიდე და შენ გემოზე იარო, ხელსაყრელი მომენტი ჩაგივარდა. ახლა სახლში ფუტკარივით იფუსფუსებ და გაბრაზება ქადრია დედასაც და კენდალაღასაც გაუვლის. ხომ იცი დედა შენის ხასიათი, წყენას უცები ვიწყებს. ძლივს გაღიმებული არ დაგინახე? გაიქეცი. ყველაფერზე მე ხომ არ ვირბენ. ნარინ ჰანიმი ხელს არაფერს აკარებს. ჭკუა კი მაქვს. ნეტავ მესწავლა. პროკურორის წინაშე წარსდგება. იტყვის მომხდართან არავითარი კავშირი არ მაქვს და ამით ყველაფერი დასრულდება. ნუ წუხარ. დედა ღვთის გულისათვის რას ამბობ? საღამოდან დილამდე რა შეიცვალა? შენი შვილი ციხეშია და ვის გამო? ჩემო საყვარელო, გაიღვიძე? მოდი ჩემთან, ჩემო სიხარულო. გოგონებო, დასხედით. დასხედით, გოგონებო. ნარინ, შენც დაჯექი შენს ადგილას. მე არ მშია დაჯექი. არ მშია დედა. დავნაყრდი თანაც აქამდე. ამ სახლში მცხოვრები ყველა ამ მაგიდასთან დაჯდება. ყველამ კარგად გაიგეთ. მეორედ აღარ გაგიმეორებთ. მოგშივდა ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლე. რძეც მოუტანიათ. ახლავე დაგალევინებ. შენ გარეთ დაგველოდე. მოგზანდით კენდალბეი. ერთად ვისაუზმოთ. თქვენ რა მაშაყირებთ, კაპიტანო? არა, უბრალოდ ვცდილობ ერთად ვისაუზმოთ, კენდალბეი. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ. პირველი, მე შენი მტერი არ ვარ. მეორეც, ძალიანაც რომ მომინდომო ქადრია ჰანიმის გამო, შენი მტერი ვერ ვიქნები. გაიგე, მხოლოდ დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებ. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხვალ პროკურორის წინაშე წარსდგები და ჩვენებას მისცემ. ვნახოთ პროკურორი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ახლა დაბრძანდი და ისაუზმე. იცი კენდალაღას რატომ მეძახიან? იმიტომ კი არა რომ ქარხნის და ბუსტუღის ბაღების მფლობელი ვარ. იმიტომ მეძახიან რომ არავის არაფერს ვარჩენ.
ისაუზმე როგორც მოვალეობის უნაკლოდ შემსრულებელმა ოფიცერმა. მე კი ძალიან კარგად ვიცი, ვისთან ერთად უნდა დავჯდეს, სუფრასთან და ვისთან არა. ასე რომ ღმერთმა შეგარგოს. კენდალ ბეი. ტელეფონს ჩამოგართმევ. როგორც იცით, წინასწარ დაკავების იზოლატორში ტელეფონით სარგებლობა აკრძალულია. წავიდეთ როზგარ. ებრუ, სად მიდიხარ? საქმე გვაქვს კადრიაჰანი. უიცადე, დაგელაპარაკები და შემდეგ წადი. გოგონებო, ჩანთები აიღებ და მეც ახლა ვემოვალ. კარგი? წადით ნახეთ რა პროდუქტები გვაქვს საღამოს ვახშმად. რა მოვამზადოთ? ისე ერთმანეთს ძალიან ვგავართ. მეც გამუდმებით ჩემი შვილების გამოვწვალობ. ბრძოლობ. ამას აქში სხვა რა უნდა მინდოდეს. შვილი მოცლად ყოფნის დროს შენი სისხლით იკვებება და რომ გაიზრდება ცოცხლად გჭამს. რომ მოკვდები, შენს ქონებას ჭამს. მაგრამ შვილი ცხოვრების არსია. 9 თვე მუცლით ატარებ, გააჩენ და 1 წელი ზურგზე ყავს მოკიდებული. ფეხს რომ აიდგამს, გგონია რომ ამ ტვირთისგან გათავისუფლდები, მაგრამ მისი დარდი ვარამი, სირცხვილი ცოდვები ტვირთად ისევ შენ დაგაწვება. წელში მოიხრები, მაგრამ ამ ტვირთს მაინც გაუძლებ. ზარალი რაც არის, გაირკვეს, მე ყველაფერს აგინაზღაურებ. შვილო, ამ ხნის ქალს პოლიციის განყოფილების კორიდორში ნუ მატირებ. დაიხუროს ეს საქმე, როგორც გითხარი ზარალს ბოლომდე მე. კადრიაჰანი, მე თქვენი ფული არ მჭირდება. ეს ადრეც გითხარით. პრობლემა არც ეგ არ არის. ყველაფერს გავაკეთებ და საკუთარ შვილებს თავად მივხედავ. თქვენის ნებართვით. დაინახე? ბებია შენი წოხალ როგორი გაბრაზებული, გაცოფებული იყო და დილით როგორ დატკბა. არაფერი მესმის. ეს ქალი ასეც რას აკეთებს, რომ ყველას თავის ჭკუაზე ატარებს? დედა, ჩემო ლამაზო, შენ დამშვიდი, კარგი? ბებია ეს ხომ იცნობ? ყველას ყველაფერს ადვილად პატიობს. ხომ იცნობ არა? შვილო, თვალი შენ მაინც გაახილე. იმ ქალისგანაც და მისი შვილებისგანაც თავი შორს დაიჭირებ არან. სერიოზულად გეუბნები, დამიჯერე. კარგი დედა, შენ უღელავ. შვიდად იყავი. დამშვიდი. გოგონებო, როზგარს თქვენ გაბარებთ. კლასში დატოვეთ, შემდეგ კი წამოიყვანეთ. შევთანხმდით როზგარ. კლასიდან ფეხი არ მოიცვალო. შენს დებს დაელოდე. არი დარდო დედიკო, სკოლის შემდეგ დასახმარებლად გელოდებით. რაში უნდა დაგეხმაროთ? ბევრი საქმე გვაქვს. თქვენი დახმარება მჭირდება. კარგი მოვალთ. კარგი დედა. კარგი. ნახვამდის. დროებით. ალო ნიჰად ბეი, გამარჯობა, ებრუ ვარ. თქვენი ნომერი ფირაც გამოვართვი. დღეს დაკავებული თუ არ ხართ, თქვენთან მოვალ. როგორც დამპირდით, იმ ბუსტუღებს, რომლებიც ხანძარს გადაურჩა, იყიდდით. თან მათ მოგიტანთ. კარგი, შევთანხმდით. სად მოვიდე? ბარან შვილო.
სანამ წახვალ, ჯაგიხუტები. შენ მშვიდად იყავი შვილო, მხოლოდ სწავლაზე იფიქრე. სანამ შენ დაბრუნდები, ბიძა შენი უკვე სახლში იქნება. კარგი ბებია. წარმატებებს გისურვებ შვილო. აბა, წარმატებები შვილო. ნარინ. სუფრასთან მოდი. ებროს მიმართ შერცხვენილები ვართ. მიზეზი ხომ იცი? დედა, ამ მიზეზით მისგან ყველაფერი უნდა ავიტანოთ? კი არ უნდა ავიტანოთ, ეს ცოდვა უნდა გამოვისყიდოთ. ამ ქალმა ისეთი რა გაგიკეთა, რომ თავის ჭკუაზე გატარებს დედა. მე არავის ჭკუაზე დავდივარ, პირიქით. ჩვენ მას შვილი გამოვგლიჯეთ. ამ ცოდვის გამო პასუხი მომეთხოვება როგორც მე, ისე შენ. ახლა კი სუფრასთან დაჯექი. მოდი. დედა, ემინესთვის ხომ არ დაგვერეკა, ნეტავ როგორ არიან? თუ წყენამ გაუარა, წავიდეთ და მოვიყვანოთ. ტელეფონი მომიტანე ოზლემ. მე მოგიტან დედა. ძალიან გაყოჩაღდა. სასწაული ქალია, კენდალ აღასაც კი გააცურებს. ყოჩაღ მაგას. კენდალ აღამ გაგიგონოს, მერე ნახავ ვის გააცურებს. გამარჯობა. თქვენთან საქმე მაქვს. რა ხდება, ჰანიმ? ის ბუსტუღი უნდა გადავარჩიოთ, რაც ხანძარს გადაურჩა. მაგრამ ნუღელავთ ამჯერად ფული მაქვს. კარგი. თქვენ უკან დაჯექით. ბარან. რა არის, არ გესმის? ვერ გავიგე, ჩაფიქრებული ვიყავი. რატომ? მოხდა რამე? არაფერი. როგორ თუ არაფერი? სახე ჩამოგტირის. რატომ არაფერს ამბობ? ხომ გითხარი არაფერი მეთქი. რას გადამეკიდია ისე? კარგი ასე იყოს, ბარან. მოიცადეთ კალბატონო, ეს ქალი საქმე არ არის. მე დავტვირთავ. დიახ. ნურულაჰ ეფენდი, ქადრიე ვარ. შეიძლება იმინეს დაველაპარაკო. ქადრიე ჰანიმ, ქალიშვილის სახელად ემინე აღარ მყავს. აღარ დამირეკოთ. ნუ გეშინია საყვარელო, ნუ გეშინია. დედა, წავიდეთ აქედან. რუზგარი მომენატრა. ბებია უნდა დატოვო და წახვიდე? წავიდეთ. კარგი შვილო, წავიდეთ. დედა, რა მოხდა, ემინე არ დაგელაპარაკა? ნურულაჰ ეფენდიმ ტელეფონი გამითიშა.
ნარინ, სადმე დიხარ? ჩემს ძმას მეხავ და დავბრუნდები. კარგი. დამელოდე შენთან ერთად მეც წამოვალ. აბა ვნახოთ რეჯეფ ბეი შენს ტელეფონში ასეთი მნიშვნელოვანი რა ინფორმაციაა. დარწმუნებული ვარ საიდუმლოს ანის წერილი ანის ტელეფონი ახდის ფარდას. მზად ვარ. მეც მზად ვარ, წავიდეთ. მოდი დაჯექი. რეჯეფს დაურეკავს, მაგრამ არ დალაპარაკები ხარ. ხო, დედა. რატომ? დედა იმ კაცთან რამე საქმება, რომელმაც კენდალ აღაზე და ნარინზე დანა აღმართა. ფეშით გადაგხვთელე და მას მიჰყვებოდი? საყვარელო დედიკო, ბრმა ვიყავი. სიყვარულმა თვალები დამიბრმავა. შეცდომა დავუშვი, დედა. რომ ცოდნოდა ეს მოხდებოდა, რომ ცოდნოდა შენ დაგკარგავდი, განა ასე მოვიქცეოდი? იმ დღეს რომ მითხარი შენი სახით ქალიშვილი აღარ მყავსო. იმ დღეს თვალები ამეხილა, დედა. თვალები ამეხილა, ყველაფერს მივხვდი. ადექი ყავა მომიდუღე. ახლავე დედა. არ მეგონა თუ ამდენი გადარჩებოდა. იღბალი გქონიათ ებრუჰანიმ. თუ ამას იღბალი ჰქვია. აიწონოს და ანგარიში იმის მიხედვით გავასწოროთ. ნიჰად ბეი, დამპირდით რომ შავი ვარდის მოშენებასთან დაკავშირებით დამეხმარებოდით. დიდი სიამოვნებით. მითხარით როგორ დაგეხმაროთ? თქვენ მხოლოდ ის მითხარით ნერგების ადვიყიდო, დანარჩენს მე მივხედავ. როგორც თქვენი თქმით. სათხარ, წუხანდელის მერე სად დაიკარგე? ახლა კარგად მომისმინე. ადვოკატ შეხვდი. ის დაგელაპარაკება, დანარჩენს თავად მიხედავ. იმ საქმესთან დაკავშირებით რა ისმის? ამანათი ადრესაც გადაეცი? გადაევეცი. კარგია. ახლა ტელეფონი გათიშე და სასწრაფოდ ყავახანაში წადი. ადვოკატო, ჯევდეთი ყავახანაში გელოდება. ახლავე იქ წადი. გესმის? ისმინი ადვოკატო, მინდა რომ ამ საღამოს ჩემს სახლში ვიყო და ჩემს სუფრასთან მიჯდე. მინდა რომ სახლში ვიყო, გესმის ჩემი? მესმის ეფენდი. კენდალ ბეი, თუ გნებავთ ჩვენება არ გამაგონო. ახლავე ჯევდეთ შეხვდი. ჩქარა. გასიმ, შენთვის ამანათია. მოდი და წაიღე.
ერთი დავალება უნდა შეესრულო ქასიმ ძმამ. საკანში ერთი ტიპია სახელად რეჯეფი. მან ჩვენი აღა გააბრაზა, დაგიბარათ, ამ საქმეს მიხედეთ და ნუ ღელავთ ვალში არ დაგრჩებითო. შენ სახელზე ხელი გამოგზავნიათ რეჯეფ ეფენდი. რომელ ხილს ნატრულობდი? Ayşe. ღმერთო დამიფარე. რა იქნება რომ ფეხმძიმედ არ ვიყო? თქვენი ამბავი გავიგეთ, ძალიან გვეწყინა. ნარიმ, აქ რაღაც საქმე მაქვს, ბარემ აქ ვარ, მოვაგვარებ და დაგეწევი, კარგი? აქ რა საქმე გაქვს? ახლავე მოვალ, დამელოდე. მეგობარო, ამ ტელეფონის შესაბამისი დამტენი მომეცი, ძალიან მეჩქარება. იქნებ დაუჩქარო. ათილირა. ათილირა? რა ძვირია? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მობრძანდით. ნიჰად ბეიმ დაგირეკათ, გითხრათ რომ მოვიდოდი. დიახ, ველაპარაკე, როგორც მითხრა შავი ვარდის მოშენებას აპირებთ. დიახ, თუ შევძლებ. რამდენი სყიდვას აპირებთ? თანხა რაზეც მეყოფა. რამდენი გაქვთ? თქვენ სესხად რამდენი შეგიძლიათ მომცეთ? შავი ვარდი ნაზი, სათუთი ყვავილია, მხოლოდ დარგვა საკმარისი არ არის. ყურადღება, შეწამვა, გასხლა, მორწვა, ყველა ნერგს სათითაოდ სჭირდება. როგორც ჩანს, მართლაც რთული ყოფილა. ასეც არის, მხოლოდ ყურადღება სჭირდება. დედა, რამე ახალი ხომ არ არის? ჯერჯერობით არაშვილო, ახლა მე და ბიცოლაშენი ბიძაშენთან მივდივართ. კარგი, თუ რამეა შემატყობინეთ. ბარან, რამეს მიმალავ? რატომ არაფერს მიყვები? არაფერს გიმალავ. სახლში ცოტა გამაბრაზეს და ხასიათზე ვერ ვარ. ადამ და მაია? ადას და მაიას ნუ მახსენებ. შენი და როგორ არის? მითხარი მოცელის ტკივაო, გაუარა? არა. დაიჟინე ექიმთან არ წავალ, გამივლისო. ნარინჰანი მიმოვიდა, კაპიტანო, შემობრძანდეს. როგორც მიბრძანებთ? გამარჯობა. გთხოვთ, დაბრძანდით. გამარჯობა, კენდალ ახაც ამბავი გვაინტერესებდა, მისი ნახვა შეიძლება? რა თქმა უნდა, ბიჭებს ვეთყვი და მოიყვანენ. არა. თვითონ სადაც არის, იქ მიგვიყვანონ. როგორც გნებავთ, წამობრძანდით.
გისმენთ? სიბელ, სად ხარ? ავად ხარ? ცუდი ხმა გაქვს. კარგად ვარ. სასწრაფოდ მოდი, ნეტა ვიცოდი აქ რა მოხდა. რა მოხდა? ტელეფონით ვერ გეტყვი, სასწრაფოდ მოდი. კარგი. მიბრძანდით, კენდელბეი შიგნით არის. ძმაო, ჩემ გამო ნუ წუხარ დაიდაშვილო. ნოტირი. საღამოს უკვე სახლში ვიქნები. ებრუს თავის აქციელს ისევ ანანებ, მის გამო მოგიწევს სრემლების დაღვრა. გეფიცები, მის გამო გულის შენც კი დაგწყდება. გესმის ჩემი? მხოლოდ მას არა, კაპიტან ოგუსტსაც ვაზღვევინებ. პასუხი მასაც უნდა მოვთხოვო. ის რა შუაშია, ძმაო? ვერავინ. საერთოდ ვერავინ გაბედავს, რომ კენდალ შანვერდის წინააღმდეგ ხელი აღმართოს. იმ ხელს ძირში მოვტეხ, გესმის? აღარ ძალიან მწუხვარ. მადლობ. ნარინთან მარტო დამტოვე. სიბა, რა ხდება? სალამი ღვთისა. არ გიწყინოს, ჩაფიქრებული ვიყავი. კენდალაღა ადგილზეა? შენ არაფერი გაგიგია? რა მოხდა? კენდალაღა დააპატიმრეს. რას ამბობ? თავისი რძლის ბუსტუღები გადაუძვავს, როგორც ამბობენ, 10 წელს მიუსჯიანო. მოკლედ რომ გითხრათ, წასულია მისი საქმე. ჩვენს თავებზე ვიდარდოთ, მას თუ პატიმრობას მიუსჯიან, ჩვენ უმუშევრები დავრჩებით. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.